იკაკო აგრძელებს საკუთარი ეკონომიკის უვიცობით თავის გამოჩენას. გამოდის ხოლმე, გამოიყენებს პროპაგანდის მარჟას და ცდილობს საზოგადოება მოატყუოს. გამონაკლისი არც ბოლო დღეები იყო, მან ორ ეკონომიკურ საკითხზე ისაუბრა. პირველი დასაქმებაზე, მეორე საგარეო ვაჭრობაზე. რა თქვა მან დასაქმებასთან მიმართებით? გამოვიდა და აღნიშნა, რომ თურმე 2024 წელს ისტორიული დასაქმების მაჩვენებელი ჰქონდა და რომ 19,000-ით გაიზარდა ხელფასის მიმღებ პირთა ოდენობა. ამავე დროს არც კი აღნიშნა, რომ ამ 19,000-დან 10,000 საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მიერ დასაქმებული პირები იყვნენ მოსახლეობის აღწერის ფარგლებისთვის და ეს მხოლოდ ერთჯერადად განხორციელდა. ის საერთოდ არ ახსენებს ხოლმე დასაქმების დროს სახელმწიფოს მიერ ფიქტიურად შექმნილ სამუშაო ადგილებს, რომელთა მოცულობაც მაგალითად 2003 წელს მხოლოდ 130,000, ხოლო 2024 წლის ბოლოს 230,000 იყო. ეს არის საზოგადოებრივ სამუშაო ადგილებზე დასაქმების ქვე პროგრამა, სადაც ძირითადად პარტაქტივია გაფორმებული და რომელიც ძირითადად პოლიტიკური ლოიალობის 300 ლარით საყიდლად გამოიყენება. არაფერი აქვს ამას რეალურ დასაქმებასთან საერთო. არ აღნიშნავს ბატონ კობახიძეს, რომ ქვეყანაში უდიდესი დამსაქმებლის საიტი Jobs.g ბოლოს 3 თვეა უკვე საშუალოდ 7%-ით ნაკლებ ვაკანსიებს აქვეყნებს. როგორ ხდება დასაქმება იკაკოს მოსაზრებით იზრდება, ხოლო ვაკანსიების მოცულობა მცირდება. ეს უცნაურია. რაც შეეხება საგარეო ვაჭრობას, აქ კობახიძემ ბრძანა, რომ თურმე სავაჭრო ბრუნვის 40%-ით ზრდა, ეს დიდი მნიშვნელოვანი საქმეა. მარტივად რომ ახსნათ, სავაჭრო ბრუნვა ეს არის ქვეყანაში შემოტანილი საქონლის, ანუ იმპორტისა და ქვეყნიდან გატანილი საქონლის, ანუ ექსპორტის ჯამი. რა თქმა უნდა, ეს მაჩვენებელი გაიზარდა იმიტომ, რომ ქვეყანაში ივანიშვილმა საკუთარი ნახატები ჩამოარბენინა, რომელთა საერთო ღირებულება თითქმის 500 მილიონი დოლარი იყო. ექსპორტიც გაიზარდა, ეს მისასალმებელია, თუმცა ექსპორტის ზრდაშიც ძირითადად ერთჯერადი ტრანზაქციები ან მანქანების რეექსპორტი იყო მზარდი. ეხლა გასაგებია, რომ მნიშვნელოვანია საგარეო ვაჭრობის ბრუნვის ზრდა მაშინ, როდესაც ქვეყანა უფრო მეტ საქონელს ქვეყნის ფარგლებს გარეთ ყიდის, ვიდრე იქედან ყიდულობს. ამ მაჩვენებლით კი სამწუხაროდ ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ჩვენი სავაჭრო ბრუნვა თუ იანვარში ვხედავთ, მაგალითად ჯერ 250 მილიონით გაუარესდა 2023 წელს 2022-თან შედარებით, ხოლო 2024 წელს ეს გაუარესებული მაჩვენებელი კიდევ 100 მილიონით გაფუჭდა. ამ მოცემულობაში კობახიძე კი გამოდის და მიზანმიმართულად ან სრულიად უნებლიეთ საკუთარ ეკონომიკურ უვიცობას გვიმჟღავნებს.